არის ერთი სურათი, რომელიც ვერაფრით ამომდის თავიდან, როცა რუსულ კოსმოსურ პროგრამაზე ვფიქრობ. ბაიკონურის კოსმოდრომის ჰანგარში ყაზახეთში დგას კოსმოსური შატლი. ის ძალიან გავს კოსმოსურ შატლს, მაგრამ ეს მისი საბჭოთა ვერსია. რა თქმა უნდა, საუბარია ბურანზე, რაც ქართულად თოვლის ქარბუქს ნიშნავს. მან ზუსტად ერთხელ იფრინა 1988 წლის ნოემბერში. სრულად ავტომატურად ეკიპაჟის გარეშე ორჯერ შემოუფრინა დედამიწას და უნაკლოდ დაეშვა. და ამის შემდეგ აღარასოეს. 2002 წელს დარბაზის სახურავი თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინდრა და ის დამარხა. ამაზე დიდი ირონია ძნელად მოიძებნება. ბურანი მეტაფორაა პროგრამისტვის, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა. ინჟინრები, ტექნოლოგია, ნება და მიუხედავად ამისა, მაინც წააგო. ეს ფიზიკაში არ დამარცხებულა, არამედ ისტორიაში. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის Mars Chronicle. იმის გასაგებად თუ რა არის რუსეთი დღეს კოსმოსში, უნდა დავიგოთ რა იყო ის ოდესღაც. და ეს იყო არანაკლებ ძალა, რომელმაც დანარჩენი მსოფლიო შოკში ჩააგდო. 1957 წლის 4 ოქტომბერი. სპუტნიკი 1 დედამიწას შემოუვლის. მეტალის ბურთი 58 სმ დიამეტრით, კიპინახმებით. შეერთებულ შტატებში პანიკა ათხდა. თუ საბჭოელები შეძლებდნენ სატელიტის ორბიტაზე გაშვებას, ისინი შეძლებდნენ ატომური ბომბის ვაშინგტონზე გასროლასაც. კონგრესმა მაშინვე უხვი დაფინანსება გამოყო. NASA 1 წლის შემდეგ შეიქმნა როგორც პირდაპირი პასუხი. მოიცადეთ. საბჭოთაებმა პირველი ადამიანი გაუშვეს კოსმოსში. იური გაგარინი 1961 წლის 12 აპრილი. 108 წუთი. ერთი დედამიწის გარშემო შემოვიდა. მსოფლიო გაჩერდა. მათ კოსმოსში პირველი ქალი გაუშვეს. ვალენტინა ტერეშკოვა 1963 წელი. მათ განახორციელეს პირველი კოსმოსური გასაიანება. ალექსეი ლეონოვი 1965 წელი. 18 წუთი ღია კოსმოსში, სკაფანდრში, რომელიც ვაკუუმის წნევამ ბუშტივით გააბერა. მას მოუწია ჰაერის გამოშვება, რომ ისევ კოსმოსურ ხომალდში დაბრუნებულიყო. ამ ყველა პირველობისა და გამარჯვების მიუხედავად, მათ მთვარეზე მისვლის რბოლა წააგეს. სერგეი კოროლიოვი, მთავარი კონსტრუქტორი, ადამიანი, რომელმაც სპუტნიკი შესაძლებელი გახადა, 1966 წელს გარდაიცვალა საოპერაციო მაგიდაზე ოპერაციის დროს, რომელსაც ჩვეულებრივ პირობებში გადაიტანდა. მისმა სიკვდილმა საბჭოთა მთვარის პროგრამა დაანგრია. N1 რაკეტა საბჭოთა პასუხი სატურნი 5-ზე 4-ვე საცდელ ფრენაზე აფეთქდა. მეორე მცდელობამ 1969 წელს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაბირთული აფეთქება გამოიწვია. საბჭოთა კავშირს მთვარეზე ადამიანი არასდროს დაუსვამს. მათ 10 წლეულების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ ოდესმე სცადეს ეს. მაგრამ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, სანამ ამერიკა მთვარეზე მიფრინავდა, სულ სხვა რამ იყო. რასაც კოსმოსური ფრენების ხანგრძლივ ისტორიაში ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ. სანამ ამერიკა აპოლოს შემდეგ ინტერესს კარგავდა, აპოლო 17-ის შემდეგ აღარავინ გაფრენილა დაბალი დედამიწის ორბიტის მიღმა. საბჭოთა კავშირი აგებდა კოსმოსურ ზონდებს. სალიუტ 1 1971 წელი. შემდეგ იყო სერია. სალიუტ 6-მა დაამყარა რეკორდები ხანგრძლივი ყოფნისთვის. სალიუტ 7 ხელახლა გააცოცხლეს კოსმოსური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ სამაშველო მისიაში. როდესაც ორმა კოსმონავტმა სრულად გათიშული, გაყინული სადგური კვლავ ამუშავეს. ელექტროენერგიის გარეშე, წყლის გარეშე, გათბობის გარეშე, ბორტზე -12 გრადუს ცელსიუსზე. შემდეგ მირი 1986 წელს. ადამიანობის პირველი ნამდვილად მუდმივი კოსმოსური სადგური. 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორბიტაზე. 12 ქვეყნის 104 ადამიანი ესტუმრა მას. ვალერი პოლიაკოვი 428 დღე დარჩა უწყვეტად. ბრენდე ეს რეკორდი ერთჯერადი ოფნის მხრივ არ მოხსნილა. მირი იყო სკოლა, სადაც კაცობრიობა სწავლობს, wie man im Weltraum lebt. Und das über Monate. საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც სახელმძღვანელოებში არ არის. პირველი მუდმივი ნაბიჯი ჩვენი ატმოსფეროდან გასვლისკენ. და შემდეგ მოვიდა 1991 წელი. საბჭოთა კავშირი დაინგრა. იმ დროს, როცა ეს დედამიწაზე ხდებოდა, ერთი კაცი 400 კილომეტრის სიმაღლეზე ტრიალებდა და მას აღარ ყავდა ქვეყანა, რომელიც უკან დააბრუნებდა. სერგეი კრიგალიოვი 1991 წლის 18 მაისს მირის კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა. დაგეგმილი მისიის ხანგრძლივობა
5 თვე. მაგრამ სანამ ის ზევით იყო, ქვემოთ ყველაფერი დაინგრა. ფული ამოიწურა, შემცვლელი მისია გაუქმდა, ბაიკონურის კოსმოდრომი მოულოდნელად დამოუკიდებელი ყაზახეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და არავინ იცოდა ზუსტად ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. და 26-ში. 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა. კრიგალიოვმა ეს ორბიტიდან გაიგო. ვერ წარმოვიდგენია რა უნდა გაევლო იმ კაცს თავში და გულში იქ ზემოთ. ის დარჩა. არა იმიტომ რომ უნდა დარჩენილიყო, რადგან საგანგებო სიტუაციისთვის სოიუზის კაფსულა ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ იცოდა სადგურის დატოვება შეიძლება მის მუშაობას საფრთხეს შეუქმნიდა. ყველაზე ძლიერი არგუმენტი ეკონომიკური. ქვამან მაშინ ორბიტიდან. ქვეყანა ასეთ სირთულეებშია, რომ ფულის დაზოგვა აუცილებელია. 311 დღე ჯამში კოსმოსში გაატარა. ორჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე დაგეგმილი იყო. მან ზემოდან დააკვირდა, როგორ გადაიქცა მისი მშობლიური ქალაქი ლენინგრადი, ისევ სანქტ-პეტერბურგად. ის პერიოდულად ესაუბრებოდა თავის ცოლს, რომელიც მისიის მართვის ცენტრში მუშაობდა და თავის 9 თვის შვილს. თუ ისინი საუბარს შეძლებენ. 1992 წლის 25 მარტს ის დაიშვა. მხოლოდ უკვე აღარ საბჭოთა კავშირში, არამედ რუსეთში. ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფოს სახით ჯერ არ არსებობდა. მას დღემდე ბოლო საბჭოთა მოქალაქეს უწოდებენ. მოკლე შესვენება. თუ ეს ვიდეო უკვე რაღაცას გაძლევს, დააჭირე ჰაიპის ნიშანს თუ გაქვს. თუ არა, ერთი ლაიქი გამოწერა ან კომენტარი არხს ძალიან დაეხმარება. ალგორითმი მომდევნო წუთებში გადაწყვეტს, გაავრცელოს თუ არა ეს ვიდეო. და შენ წირებ მონაწილეობას ამაში. მადლობა შენ. და გავაგრძელოთ. კოლაფსთან ერთად დაფინანსებად შეწყდა. ინჟინრები, რომლებიც რაკეტებს აშენებდნენ, ბაზრებზე კარტოფილს ხიდდნენ. რაკეტები ერთ ღამეში გაქრა, რადგან მომწოდებლები მოულოდნელად დამოუკიდებელ სახელმწიფოებში აღმოჩნდნენ. ნაწილები უკრაინიდან, ძრავები რუსეთიდან, პროგრამული უზრუნველყოფა ყაზახეთიდან. და ეხლა მათ შორის საზღვრები და ვალუტები იდგა. შეერთებულმა შტატებმა 90-იან წლებში რაღაცა უნიკალური გააკეთა ისტორიაში. მათ დააფინანსეს თავიანთი ყოფილი მტრის კოსმოსური პროგრამა. ნანლუგა პროგრამა, NASA-სა და რუსეთის თანამშრომლობის შეთანხმებები, ძრავების შეძენა. ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური პრევენცია იყო. უკეთესია რუსი რაკეტების მეცნიერები დაასაქმო, ვიდრე მათ თავიანთი ცოდნა გაყიდო. რუსეთმა 1999-დან 2021 წლამდე დაახლოებით 1,5-დან 2 მილიარდ დოლარამდე მიიღო RDS-80 და RDS-91 ძრავების ექსპორტისთვის შეერთებულ შტატებში. ეს ძრავები Atlas V რაკეტას ამოძრავებდა. რაკეტას, რომელმაც კოსმოსში ყველაზე მნიშვნელოვანი თანამგზავრები გაიყვანა. ამერიკა რუსულ სარაკეტო ძრავებზე იყო დამოკიდებული. ეს პროპაგანდა არ არის, ეს ფაქტია, რომელმაც ვაშინგტონში წლების განმავლობაში დისკომფორტი გამოიწვია. და 2011-დან 2020-მდე წელი, მას შემდეგ რაც დასრულდა Space Shuttle-ის პროგრამა და სანამ პირველი ადამიანიანი SpaceX-ის მისია განხორციელდებოდა, სოიუზის რაკეტა იყო ერთადერთი გზა ამერიკელი, ევროპელი, იაპონელი და კანადელი ასტრონავტებისთვის, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვედრილიყვნენ. რუსეთმა ამ ადგილებისთვის ჯამში თითქმის 3.9 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ეს არის კონტექსტი, რომელიც მნიშვნელოვანია. რუსეთი მხოლოდ კოსმოსში პარტნიორი არ იყო. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუცვლელი ინფრასტრუქტურის მომწოდებელი იყო. დიდი განხეთქილების დაწყებამდე ცოტა ხმით ადრე, რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია ჯერ კიდევ შთამბეჭდავი იყო, მაგრამ უკვე აშკარად დასუსტებული საბჭოთა ეპოქასთან შედარებით. სოიუზის რაკეტა, რომელიც 60-იან წლებში შეიქმნა და 6 ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ გადაიხვეწა და გაუმჯობეს და ყველაზე საიმედო რაკეტაა, რაც კი ოდესმე აშენებულა. დაახლოებით 2000 გაშვება შეცდომის მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია მისი გაზომვა. სოიუზის კოსმოსური ხომალდი, რომელიც ასტრონავტებს გადაჰყავს, ასევე გამძლეა. დიზაინი 60-იანი წლებიდან, რომელიც დღემდე დაფრინავს, რადგან მუშაობს. 2025 წლის 27 ნოემბერს მოხდა რაღაც, რამაც რუსეთის მთელი ადამიანის მიერ მართული კოსმოსური ფრენები დროებით შეარღია. სოიუზის რაკეტა ბაიკონურის 316 გაშვების მოედანზე ელოდა, რომელიც ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ადამიანის მიერ მართული ISS-ის მისიებისთვის იყენებენ და ამ დროს დააზიანა ეგრეთ წოდებული მომსახურების კაბინა. ეს არის ის მომსახურების სტრუქტურა, რომელიც კოსმონავტებსა და ტექნიკოსებს გაშვებამდე კაფსულასთან მისვლას აძლევს საშუალებას. ის ძრავის ნაკადის დროს საკმარისად სწრაფად არ მოშორებულა. დასაწყისში გაურკვეველი იყო ეს ადამიანური შეცდომა თუ ტექნიკური პრობლემა.
რაც კი ნათელი იყო. რუსეთის ერთადერთი პილოტირებული გაშვების პლატფორმა წყობრიდან იყო გამოსული. საერთაშორისო კოსმოსური საზოგადოება სუნთქვას აკავებდა. ექსპერტები საუბრობდნენ შესაძლო შეკეთების ვადებზე, რომლებიც შეიძლება თვეებს ან წლებს გაგრძელებულიყო. როსკოსმოსმა საკუთარ თავს ვადა აპრილამდე 2026 წლამდე დაუწესა. ანუ 5 თვე. მომდევნო დღეებში ეს მკაცრად შეზღუდული Starship-ის მოდელები ჩვენს მაღაზიაში ონლაინ გაიყიდება, ვისაც სურს შეუძლია ელფოსტით დაჯავშნოს. დამზადებისთვის ჩვენ გამოვიყენეთ Prusa Core 1. ის შესანიშნავად გამოდგება ერთეული წარმოებისთვის და ვინც კიდევ ცოტას დაიცდის, შემდეგ SLS იქნება. დარჩით ჩვენთან. ბულები პრინტერზე და მოდელზე მოცემულია ქვემოთ აღწერაში. და ეხლა დაუბრუნდეთ რუსეთის კოსმოსურ ლანდშაფტს. რაც შემდეგ მოხდა, გარკვეულწილად შთამბეჭდავი იყო. იმის მიუხედავად, როგორ შეაფასებთ რუსეთის კოსმოსური პროგრამის დანარჩენ ნაწილს. 18 მძიმე მანქანა სათადარიგო ნაწილებით ბაიკონურში ჩავიდა. 130-ზე მეტი თანამშრომელი 2 ცვლაში დილიდან შუაღამემდე მუშაობდა. სათადარიგო ნაწილები სხვა გაშვების ობიექტებიდან ჩამოიტანეს. სამხედრო კოსმოდრომ პლესეცკიდან შორეულ ჩრდილოეთში, რუსეთის სამხედრო ობიექტებიდან, ასევე ავიაციისა და კოსმოსის საწარმოდან ტამბოვის რეგიონში. უკვე 2026 წლის მარტში გაშვების მოედანი შეკეთებული იყო და მზად იყო შემდეგი პროგრესის სატვირთო ხომალდის ფრემისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ამან ორი რამ აჩვენა ერთდროულად. პირველ რიგში სოიუზის სისტემა იმდენად სტანდარტიზებულია და იმდენად დიდი ხანია მუშაობს, რომ სათადარიგო ნაწილები მართლაც არსებობს და თავსებადია. ეს არის რეალური სიძლიერე 10 წლეულების განმავლობაში გამოცდილი და სტაბილური დიზაინის. მეორეც, რუსეთი მუშაობს გაშვების ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც რეზერვი არ აქვს. ერთი პლატფორმა ყველა პილოტირებული მისიისთვის. თუ ის ჩავარდება, მთელი პილოტირებული პროგრამაც ჩავარდება. Proton M იყო რუსეთის მძიმე სატვირთო რაკეტა. 10 წლეულების განმავლობაში ის გეოსტაციონარული თანამგზავრების გაშვებისთვის თავარი რაკეტა იყო. გამოცდილი სისტემა. მაგრამ ასევე ერთ-ერთი, რომელსაც რამდენიმე შთამბეჭდავი მარცხი ჰქონდა. მათ შორის იყო ავარია ბაიკონურში 2013 წელს, რომელიც აფრენიდან მალევე მოხდა, გამოიწვია ძლიერი აფეთქება და კოსმოდრომს სერიოზული ზიანი მიატენა. და შემდეგ იყო ანგარა. ეს არის სარაკეტო პროგრამა, რომელსაც რუსეთი 90-იანი წლებიდან ავითარებს. ახალი გამშვები რაკეტების ოჯახი, რომელიც მსუბუქიდან მძიმეებამდე ყველაფერს უნდა მოიცავდეს. ყაზახეთში მდებარე ბაიკონურზე დამოკიდებულების გარეშე. პროგრამა, რომელიც 1995 წელს დაიწყო. 30 წლის შემდეგაც კი ანგარა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. პროგრამას, რომელსაც 300 წლეული სჭირდება და ჯერ კიდევ სერიულ წარმოებაში არ არის, სტრუქტურული პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, ვინ არის ამისთვის პასუხისმგებელი. და შემდეგ 2022 წლის 24 თებერვალი. რუსეთი იჭრება. და გლობალური კოსმოსური არქიტექტურა, რომელიც 30 წელზე მეტხანს თანამშრომლობის სიჩუმეში მუშაობდა, რამდენიმე კვირაში დაშლას იწყებს. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ESA-მ რუსეთთან ყველა თანამშრომლობითი აქტივობა შეაჩერა. სოიუზის რაკეტა, რომელიც 2011 წლიდან რეგულარულად ეშვებოდა ევროპული კოსმოსური ბაზიდან კურუში, საფრანგეთის გვიანაში და ევროპისთვის იაფთა საიმედო გაშვების შესაძლებლობას წარმოადგენდა, გაიყვანეს. კურუს გაშვების მოედანზე მომუშავე 87 რუსი თანამშრომელი გაათავისუფლეს. OneWeb, ბრიტანული ინტერნეტ სატელიტების კომპანია, რომელმაც თავისი მთელი კონსტელაცია სოიუზის რაკეტებზე ააგო, ერთ ღამეში დაკარგა გაშვების შესაძლებლობა. რუსეთმა მოითხოვა, რომ სატელიტები სამხედრო მიზნებისთვის არ გამოყენებულიყო. OneWeb-მა უარი თქვა. რაკეტები ადგილზე დარჩა. 2024 წლამდე როსკოსმოსმა იმ ქვეყნებთან შეწყვეტილი კონტრაქტებიდან მიღებული თავისი დანაკარგები, რომლებსაც მოსკოვი არამეგობრულ ქვეყნებს უწოდებს, დაახლოებით 2.1 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც თითქმის 80%-ია მისი ექსპორტის შემოსავლების გაშვების სფეროში. დაარქვი ამას ნელი დაღმასვა ან სტრუქტურული რღვევა. მას როგორ იმოქმედა სანქციებმა კონკრეტულად? რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია დასავლურ კომპონენტებზე იმდენად იყო დამოკიდებული, რომ ეს თვითონ ბევრ ექსპერტსაც კი გაუკვირდა. Strahlungsresistente Mikrochips. აშშ-სა და ევროპაზე. ზუსტი სენსორები, ბორტკომპიუტერები, რუსეთის მთელი სატელიტური არქიტექტურა იმპორტირებულ ელექტრონიკაზე იყო დაფუძნებული. რადგან რუსული ნახევარგამტარების ინდუსტრიას არასდროს მიუღწევია იმ სტანდარტისთვის, რომელიც კოსმოსისთვის ვარგისი კომპონენტებისთვის არის საჭირო.
2024 წლის შუა პერიოდამდე რუსეთის უმსხვილესმა სატელიტურმა ოპერატორმა საკუთარი განცხადებით სანქციების შედეგად დაზარალებული უცხოური კომპონენტების დაახლოებით 60% შიდა ან დასავლური ალტერნატივებით ჩაანაცვლა. ეს შთამბეჭდავად ჟღერს და ამავდროულად აჩვენებს, რამდენად დიდი იყო პრობლემა. თუმცა 40% ჯერ კიდევ გადაუჭრელია. გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა აერჩია, რადიკალურია. მაღალხარისხიანი ცალკეული კომპონენტების ნაცვლად აქ მასაზე აკეთებენ აქცენტს. ოფიციალურად გამოცხადებული მიზანია სატელიტების წარმოების ზრდა წლიურად დაახლოებით 15%-დან 200-მდე 2026 წლისთვის და 400-მდე 2030 წლისთვის. ჰიუპსეტები მასობრივი წარმოებით. მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა, სწრაფი დანერგვა, ხარისხი რაოდენობით ჩანაცვლებული. ეს არის სტრატეგიულად გასაგები გადაწყვეტილება, ეს ასევე გადაწყვეტილებაა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთმა ტექნოლოგიურ დონეზე კონკურენციაზე უარი თქვა. 2025 წელს როსკოსმოსმა 17 ორბიტალური გაშვება განახორციელა. ყველა წარმატებით დასრულდა. ეს საკმაოდ სოლიდურ რიცხვად ჟღერს, სანამ არ გაითვალისწინებ, რომ იმავე პერიოდში SpaceX-მა 160-ზე მეტი გაშვება განახორციელა. და ჩინეთი აშკარად 30-ზე ბევრად მეტს ასრულებს. 17. ეს არის 1960-იანი წლების დასაწყისის დონე. შედარებისთვის, საბჭოთა კოსმოსური პროგრამის აყვავების პერიოდში 80-იან წლებში საბჭოთა რაკეტები წელიწადში 100-ზე მეტჯერ ეშვებოდა. რიცხვი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დრამატულად შემცირდა და არასდროს არ დგენილა. დღეს რაკეტების ოჯახი ასე გამოიყურება. Soyuz 2-ის ვარიანტები რჩება მთავარ გამწევ ძალად. გამოცდილი, სანდო, შეზღუდული. პროტონ M ეტაპობრივად გამოვა მოხმარებიდან და მას ანგარა ჩაანაცვლებს. ანგარა A5-მა თავისი პირველი გაშვება ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან შორეულ აღმოსავლეთში 2024 წელს განახორციელა. პროგრამის დაწყებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ. და ანგარა უკვე ოფიციალურად მიჩნეულია მოძველებულად, სანამ სერიულ წარმოებამდე მიაღწევს. Soyuz 5, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ირტიში ან სუნკარი, ახალი საშუალო კლასის რაკეტაა, რომელიც უნდა შეცვალოს რუსულ-უკრაინული ზენით. ორი პირველი სატესტო გაშვება დაგეგმილია 2026 წლისთვის. შერეული წარმატებით. სტატიკური ცეცხლოვანი ტესტი 2025 წლის შემოდგომაზე ჩავარდა. თავდაპირველად ბაიკონურში ერთ-ერთ გაშვების მოედანზე მოხდა სერიოზული ავარია და პრობლემები იყო პროტონ M-ის ზედა საფეხურთან. სამი შეცდომა, სამი სხვადასხვა მიზეზით. მოკლე დროში ერთმანეთის მიყოლებით. შემდეგი კითხვა ასეთია: არსებობს თუ არა კერძო აქტორები ამ სფეროში რუსეთში? არსებობს მცდელობები. ბიურო 1440 კერძო რუსული კომპანია აშენებს ლეო კონსტელაციას, ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის რუსეთში და უკვე რამდენიმე პარტია რასვეთ 3 სატელიტი გაუშვა Soyuz-ის რაკეტებზე. Success Rockets და Sputnik-ი კიდევ სხვა სახელებია, რომლებიც ჩნდება. მაგრამ შედარება იმასთან, რასაც SpaceX-ი, Rocket Lab-ი ან თუნდაც ჩინეთის კერძო კომპანიები აკეთებენ, გულწრფელად რო ვთქვათ, არ არის შესაბამისი. რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია კვლავაც ფუნდამენტურად სახელმწიფოს მიერ არის დომინირებული. ვენჩურული კაპიტალის, დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურისა და განმეორებითი განვითარების კულტურის, ის კულტურის ეკოსისტემა, რომელმაც დასავლეთის კერძო ინდუსტრია შესაძლებელი გახადა, რუსეთში არ არსებობს. ეს არის ინდუსტრიული სექტორის სტრუქტურული რეალობა, რომელიც უკვე 70 წელია სახელმწიფო კონტროლითა და სახელმწიფო ბიუჯეტებით ყალიბდება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩინეთშიც და დასავლეთშიც ასე იყო. ეხლა უნდა ვისაუბროთ ერთ ისტორიაზე, რომელიც მაგალითია ყველაფრისთვის, რაც ბოლო წლებში რუსულ და ევროპულ კოსმოსურ სფეროში მოხდა. ეს არის ისტორია, რომელიც დიდი ამბიციებით დაიწყო, მაგრამ პოლიტიკურმა მოვლენებმა შექმნა. და ეხლა შესაძლოა მაინც იპოვოს დასასრული. როსალიnd ფრანკლინის როვერის ისტორია. ExoMars-ი ევროპული პროგრამაა. მიზანი მარსზე როვერის გაგზავნა, რომელიც აქტიურად ეძებს წარსული სიცოცხლის ნიშნებს. პირველი მარსის როვერი, რომელსაც შეუძლია 2 მეტრამდე სიღრმეში ბურღვა, სადაც ორგანული მოლეკულები შეიძლება დაცული იყოს ულტრაისფერი გამოსხივებისგან. პროგრამობით NASA 2012 წელს ბიუჯეტური მიზეზების გამო გამოეთიშა. როსკოსმოსი ჩაერთო. მოაწოდა გამშვები რაკეტა პროტონი და დაშვების მებური, ანუ დაშვების აპარატი. 2018 წელს უნდა განხორციელებულიყო გაშვება, შემდეგ 2020 წელს. ორივე შემთხვევაში ლენდერის პარაშუტის სისტემასთან იყო პრობლემები. ისევ და ისევ პარაშუტები. ეს თითქმის აბსურდია.
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მარსმავალი პარაშუტის პრობლემებმა შეაჩერა. და შემდეგ 2022 წლის თებერვალი საბოლოოდ დართმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ეზამ ყველა თანამშრომლობის აქტიობა რუსეთთან შეწყვეტან შეწყვიტა, როგორც უკვე ვახსენეთ. დაშვების მოდული სრულად დასრულებული და მზადყოფნაში რუსეთში დარჩა. როვერი ასევე დასრულებული და კვალიფიცირებული ევროპაში იყო და აღარ ჰქონდა გზა მარსისკენ. ეზას ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაშინ ეგზომარსის პროექტი დაწყევლილად აღწერა. დაწყევლილი ჯერ NASA-ს პარტნიორი არ იყო, მერე ტექნიკური პრობლემები, მერე ომი. მაგრამ ეხლა მართლაც ახალი განვითარება. ESA მუშაობს ახალ ლენდერზე, რომელიც ევროპელმა და ბრიტანელმა პარტნიორებმა შეიმუშავეს. და 2025 წლის ბოლოს NASA, მიუხედავად ყველა ბიუჯეტური გაურკვევლობისა, შესაძლო მონაწილეობას მიანიშნებს. გაშვება რეალისტურად არ იქნება შესაძლებელი 2028 წლამდე. მუშაობს თუ არა ეს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეს კი ნამდვილად დადასტურებულია. სრულად დასრულებული, სრულად კვალიფიციური მარსმავალი, სახელად როზალიnd ფრანკლინი. მეცნიერი, რომლის გამორჩეულმა რენტგენულმა სურათებმა შესაძლებელი გახადა დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმოჩენა. თუმცა მან ამისთვის ნობელის პრემია არასდროს მიიღო. იმიტომ რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო. უკვე წლებია საწყობში დგას. მზადა ელოდება აბსოლუტური გეოპოლიტიკური კატასტროფა. შესაძლოა რუსეთის კოსმოსური ისტორიის უახლესი პერიოდის ყველაზე ტრაგიკული მომენტი 2023 წლის 20 აგვისტოს მოხდა. ლუნა 25. ეს იყო პირველი რუსული მისია მთვარეზე მას შემდეგ, რაც ლუნა 24976 წელს განხორციელდა. 47 წელი. რუსეთს სურდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსის რეგიონში დაეშვებოდა. ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც წყლის ყინულის არსებობას ვარაუდობენ. ეს არის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია შიდა მზის სისტემაში. მისია დაიწყო 2023 წლის 11 აგვისტოს. ყველაფერი თავდაპირველად ნორმალურად მიმდინარეობდა. და შემდეგ, როდესაც დაბალ ორბიტაზე გადასასვლელად დამუხრუჭების მანევრი განხორციელდა, ძრავთან პრობლემა წარმოიშვა. დამუხრუჭება მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა. ლუნა 25 მთვარის ზედაპირს არასწორი სიჩქარით დაეჯახა. შეჯახება დაჯდომა არ შედგა, დასასრული. 4 დღის შემდეგ, 23 აგვისტოს, ინდოეთის ჩანდრაიან-3 წარმატებით დაეშვა სამხრეთ პოლუსის რეგიონში. ზუსტად იქ, სადაც რუსეთს სურდა დაჯდომა. დროის შერჩევა სიმბოლურად თითქმის ვერ იქნებოდა უფრო დამანგრეველი. ინდოეთმა ქვეყანამ, რომელმაც თავისი პირველი კოსმოსური პროგრამა 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის დახმარებით შექმნა, მიაღწია იმ მიზანს, რომელიც რუსეთმა ვერ შეძლო. და ჩანდრაიან-3-ის ჰქონდა რაღაც, რაც ლუნა 25-ს არ ჰქონდა. არ ჰქონდა. როვერი. შესაძლებლობა გადაადგილდეს, გამოიკულიოს და შეისწავლოს მეტი ვიდრე მხოლოდ ერთი დაშვების წერტილი. რასაც ლუნა 25 წარმოადგენს, არის მწარე ირონია. საბჭოთა პროგრამამ, რომელმაც თავდაპირველად ლუნას მისიები შეიმუშავა, 60-იან და 70-იან წლებში სულ 19 წარმატებული მთვარის მისია განახორციელა. მათ შორის იყო პირველი რბილი დაშვებები, პირველი მთვარის როვერები, პირველი ავტომატური დაბრუნება მთვარის ნიმუშებით, ეს მაშინ იყო. 2023 წელს, თითქმის 50 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ახალი მისია მაშინვე ჩავარდა. ეხლა გადავიდეთ ურთიერთობაზე რუსეთისა და მისი ყოფილი და ამჟამინდელი პარტნიორების შორის. და აქ უნდა გავარჩიოთ დასავლეთსა და ჩინეთს შორის. საერთაშორისო კოსმოსური სადგური დასავლეთთან თანამშრომლობის უკანასკნელი დარჩენილი სიმბოლოა. და ეს არის სიმბოლო, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად იწურება. სადგური 30-იანი წლების დასაწყისში უნდა დეორბიტირდეს. NASA და მისი დასავლელი პარტნიორები გეგმავენ ამ დროამდე მუშაობის გაგრძელებას. რუსეთი ფორმალურად არასდროს დათანხმებია მისიის 2030 წლამდე გაგრძელებაზე, თუმცა ოპერატიულად თანამშრომლობას აგრძელებს. ამის მარტივი მიზეზი აქვს. რუსეთს ჯერ კიდევ სჭირდება საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რადგან ალტერნატივა არ აქვს. დაგეგმილი რუსული ორბიტალური სერვისული სადგური, მოკლედ როსი, დღემდე ძირითადად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. პირველი მოდული, სამეცნიერო და ენერგეტიკული მოდული, რომელიც თავდაპირველად 2024 წელს უნდა გაეშვა, გადაიდო სულ მცირე 2028 წლამდე. და თვით ესეც კი გარანტირებულად დაფინანსებული არ არის. რუსეთი შესაბამისად სტრუქტურულად არასასიამოვნო მდგომარეობაშია. ის თანამშრომლობს ქვეყნებთან, რომლებმაც მას სანქციები დაუწესეს, რადგან მას სჭირდება ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ამ თანამშრომლობაში არსებობს.
RD-180 ძრავის პროგრამა, რომელმაც წლების განმავლობაში ამერიკული ათლას ხტე ამუშავა და მილიარდები შეიტანა რუსეთის ბიუჯეტში, ახლა უკვე დასრულებულია. აშშ-მა წლებია ამერიკულ ძრავებზე გადაინაცვლა. ბოლო კავშირი, რომელიც რუსეთს ამერიკული კოსმოსური პროგრამისთვის შეუცვლელ პარტნიორად აქცევდა, გაწყდა. რუსეთი და ჩინეთი ეს არის საინტერესო ისტორია. და განსაკუთრებით ფხიზლად უნდა შევხედოთ, რადგან ორივე მხარე ამ ურთიერთობას საკუთარ ატივისთვის იყენებს. ისევე როგორც დასავლეთი და ყველა სხვა. ჩინეთმა და რუსეთმა 2021 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ერთად განავითარონ საერთაშორისო მთვარისკვლევის სადგური ILRS. რუსეთისა და ჩინეთის არტემისის შეთანხმების ალტერნატივა. ქაღალდზე ეს არის თანაბარი პარტნიორობა ორ კოსმოსურ ძალას შორის. პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩინეთი დომინანტი პარტნიორია. ისინი ბევრად უფრო მეტს აბანდებენ, აქვთ ბევრად მეტი საკუთარი რესურსი და სულ უფრო მეტად განსაზღვრავენ პროგრამის ტემპსა და მიმართულებას. რუსეთი თავის ტექნოლოგიურ მემკვიდრეობას შემოაქვს. განსაკუთრებით მთვარის ენერგეტიკული პოლიტიკისთვის კომპაქტური ბირთვული რეაქტორების სფეროში. ეს არის სფერო, სადაც რუსული ცოდნა მართლაც მნიშვნელოვანია. და ამის სანაცვლოდ იღებს შესაძლებლობას იყოს მთვარის დიდ პროექტში მონაწილე და იქ თავისი წარმომადგენლობა ჰქონდეს. ერთმა ჩინელმა სტრატეგმა ეს ასე ჩამოაყალიბა თავის ანალიზში. სანქციებმა როსკოსმოს მრავალი იმპორტი შეუზღუდა. მაგრამ ჩინურ ინსტიტუტებს შეუძლიათ ეს წნეხი შეამსუბუქონ. ეს დიპლომატიურად ნათქვამი პირდაპირი სიმართლეა. ჩინეთს აქვს მოლაპარაკების ძალა. რუსეთს ჩინეთი უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით. ILRS-ის როგორც თანაბარი ჩინურ-რუსული ინიციატივის სურათი არ შეესაბამება ოპერაციულ რეალობას. თუ გულწრფელები ვიქნებით, ეს არის ჩინეთის ინიციატივა რუსეთის მონაწილეობით. ეს შეფასება არ არის. ეს უბრალოდ ძალთა გადანაწილების აღწერაა. ზუსტად ისე, როგორც არტემისი არის ამერიკული ძალისხმევა ევროპული მონაწილეობით. რა არის რუსეთის რეალური ძლიერი მხარეები? თუ გულწრფელად შევაჯამებთ, 1. სოიუზის სისტემა. ეს ნამდვილ პატივისცემით მინდა ვთქვა. სოიუზის კაფსულა ეტაპობრივი საინჟირო დახვეწის ნამდვილი შედევრია. 60 წლიანმა განვითარებამ შექმნა სისტემა, რომელიც უფრო გამძლე და სანდოა, ვიდრე თითქმის ყველაფერი, რაც მას შემდეგ აშენდა. სიცოცხლის უზრუნველყოფისა და გადარჩენის სისტემა და შვების თანმიმდევრობა. ყველაფერი მრავალჯერ გამოცდილია. თუ ხვალ კოსმოსში კრიზისი მოხდება და ადამიანის სანდოდ კოსმოსში გაშვება და უკან დაბრუნება გახდებოდა საჭირო, სოიუზი ისევ პირველი არჩევანი იქნებოდა. მეორეც ძრავის ტექნოლოგია. RD-180 ტყუილად არ იყო ასეთი მოთხოვნადი. რუსული სითხის რაკეტის ძრავების სკოლას 10 წლეულების გამოცდილება აქვს მაღალი წნევის კამერებში, რეგენერაციულ გაგრილებასა და ტურბოპომპების დიზაინში. ეს ექსპერტიზა ერთ დღეში ვერ ჩანაცვლდება. RD-191, რომელიც ანგარას ამოძრავებს, ან ტრადიციის პირდაპირი მემკვიდრეა. Drittens, კოსმოსური მედიცინა და გრძელვადიანი მისია. სოფლიოში არსად არ არსებობს უფრო მეტი დაგროვილი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ხდება ადამიანის სხეულთან ხანგრძლივი კოსმოსური ყოფნისას, ვიდრე რუსეთში. გამოცდილება მირიდან, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, რეკორდულად ხანგრძლივი ყოფნებიდან. ეს ცოდნის ბანკია, რომელსაც მარტივად ვერ გაამეორებ. და ეხლა უნდა ვისაუბროთ მათ სისუსტეებზე. ელექტრონიკა, ეს უკვე მოკლედ ვახსენეთ, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა. ეს არის ის, რაც რუსეთს აქვს. მათ არასდროს აუშენებიათ კონკურენტუნარიანი ნახევარგამტარების ინდუსტრია. და საკუთარი რადიაციულად მდგრადი ჩიპების გარეშე სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებელი სატელიტური დაჯგუფება გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. მენეჯმენტი. რუსეთის კოსმოსურ ინდუსტრიაში კორუფციის პრობლემები დოკუმენტირებულია და აბსოლუტურად რეალურია. 2011-დან 2014 წლამდე ვოსტოჩნის კოსმოდრომისთვის განკუთვნილი $100 მილიონ-ზე მეტი გაფლანგეს. ყოფილი როსკოსმოსის ხელმძღვანელი დიმიტრი როგოჟინი, რომელიც ცნობილია თეატრალური ტვიტერის ტირადებით და არაოპერატიული მენეჯმენტით, 2022 წელს იური ბორისოვმა შეცვალა, რომელსაც 2025 წლის თებერვალში მოულოდნელად დიმიტრი ბაკანოვი ჩაენაცვლა. რამდენიმე წელიწადში 3 ხელმძღვანელი. ეს არ ქმნის ინდუსტრიულ უთვეტობას და ბოლოს გაშვების ტემპი. 2025 წელს 17 გაშვება. ჩინეთი ერთ წელიწადში 5-ზე მეტ სამაგისტრო ფრენას ახორციელებს. SpaceX მხოლოდ ერთ კვარტალში უფრო მეტ გაშვებას ახორციელებს, ვიდრე რუსეთი მთელი წლის განმავლობაში.
დაშვების გარეშე გამოცდილება არ გექნება. დამოცდილების გარეშე გაუმჯობესებაც შეუძლებელია და გეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალიან ართულებს იქ კომერციული ბაზრის შექმნას. ეხლა იმ კითხვაზე, რომელზეც ყველაზე გულწრფელად მინდა უპასუხო. არის თუ არა რუსეთი ჯერ კიდევ კოსმოსური ძალა? მოკლე პასუხია: დიახ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვით. რუსეთი არის კოსმოსური ძალა იმ გაგებით, რომ მას აქვს გამშვები რაკეტები, რომლებიც საიმედოდ მუშაობს. მას ყავს კოსმონავტები, რომლებიც რეგულარულად მიფრინავენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მას აქვს თანამგზავრები ორბიტაზე. მათ შორისაა GLONASS-ის სანავიგაციო სისტემა, სამხედრო ადრეული გაფრთხილების სისტემები და საკომუნიკაციო თანამგზავრები. მას ყავს ინჟინრები, ღრმა ინსტიტუციური ცოდნით. რუსეთი აღარ არის კოსმოსური ძალა იმ გაგებით, რომ მას შეუძლია გლობალური კოსმოსური კურსის განსაზღვრა. მას შეუძლია განახორციელოს მისიები, რომლებიც სამეცნიერო პროგრესს წინა პლანზე აყენებს. მას შეუძლია იმოქმედოს როგორც სასურველი პარტნიორი ამბიციური საერთაშორისო პროგრამებისთვის. კომერციული ბაზრიდან გასვლა სრულად განხორციელდა. გლობალურ გაშვების სიმძლავრეში მისი წილი უმნიშვნელოა. სამეცნიერო მისიები ISS-ში მონაწილეობის გარდა ქაღალდზე უფრო ამბიციურია ვიდრე რეალობაში. რუსმა კოსმოსურმა ანალიტიკოსმა პაველ ლუცინმა ასე ჩამოაყალიბა. რუსეთი კვლავ გააგრძელებს თავისი კოსმონავტების ორბიტაზე გაგზავნას სოიუზის კაფსულებით. მაგრამ მთავარი მიზანი იქნება სიმბოლური ყოფნის დემონსტრირება. ნიშნულოვანი სამეცნიერო შედეგების გარეშე. ეს მკაცრი შეფასება. მაგრამ ის ემთხვევა არსებულ ფაქტებს. რა იქნება შემდეგი? ლუნა 26 დაგეგმილია როგორც მთვარის ორბიტერი. ლუნა 27-ისათვის ადგილების შესწავლა და მოგვიანებით საკომუნიკაციო რელეის ფუნქციის შესრულება. ამ დროისთვის ოფიციალურად არც ერთი გაშვების თარიღი დადასტურებული არ არის. ლუნა 27 უნდა იყოს მძიმე ლენდერი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსს შეისწავლის. დაგეგმილია 2020-იანი წლების ბოლოსთვის. მაგრამ ლუნა 25-ის 2023 წლის წარუმატებლობის შემდეგ ახლა გაზრდილია ზეწოლა, რომ ტექნოლოგია საფუძვლიანად გადამშავდეს. ROES, რუსული ორბიტალური სერვისული სადგური, ყველაზე ამბიციურ მიზნად რჩება. და ამავე დროს ყველაზე ნაკლებად სარწმუნო. პირველი მოდული რეალისტურად არ იქნება მზად 2028 წლამდე. მთელი სადგური ოპერაციული უნდა გახდეს 30-იან წლებში. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვიცით რუსული კოსმოსური პროგრამის დაგვიანებების შესახებ, ეს ძალიან ოპტიმისტური შეფასებაა. Soyuz 5 პირველად უნდა გაიშვას 2026 წელს და ზენიტის მიერ დატოვებული მიშა შეავსოს. მაგრამ კომერციული სიცოცხლის უნარიანობა საეჭვოა. დასავლელი კლიენტებისთვის ბაზარი დახურულია, ხოლო ჩინური რაკეტები ფასით უფრო კონკურენტუნარიანია. მინდა დავასრულო ერთი აზრით, რომელიც მთელი ამ კვლევის განმავლობაში არ მასვენებდა. რუსეთმა კაცობრიობა კოსმოსში გაიყვანა. ეს არც ხათინაური და არც პოლიტიკური განცხადებაა. ეს ისტორიული ფაქტია. გაგარინი, ტერეშკოვა, ლეონოვი, მირი, კოსმოსური მედიცინის საფუძვლები. პირველი მუდმივი ყოფნა ორბიტაზე. ეს მემკვიდრეობაა. იმის მიუხედავად, რაც შემდეგ მოხდა, ეს რეალური და მნიშვნელოვანია. და ამავდროულად ეს მემკვიდრეობა დღეს უზარმაზარი ჭრილივით ადგას პროგრამას, რომელსაც უჭირს ამ ჭრილიდან გამოსვლა. Soyuz-ის დიზაინი 60 წლისაა. ანგარა უკვე 30 წელია მშენებლობის პროცესშია. ROS არის ხედვა, რომელსაც დაფინანსება არ აქვს უზრუნველყოფილი. ლუნა 25-ის მისია ჩამოვარდა. რაც აკლია, ეს ნიჭი არ არის. რუსი ინჟინრები კვლავაც კარგები არიან. რაც აკლია, ეს არის ინსტიტუციური ჯანმრთელობის, საკმარისი დაფინანსების, გეოპოლიტიკურ ჩართულობისა და ნამდვილი ინოვაციისადმი გამბედაობის კომბინაცია. ანუ არა მუდამ ძველი და ნაცნობი რაღაცის გამეორება, არამედ ახლის რისკი. სანქციებმა დაცემა არ გამოიწვია, მათ დააჩხარეს და გააღრმავეს იგი. სტრუქტურული ვარდნა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლით და გააგრძელდა 30 წლიანი არასაკმარისი ინვესტიციებით, კორუფციით და იმით, რომ ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი ელექტრონიკისა და ნახევარგამტარების ინდუსტრიის შექმნა. ბურანი აღარ დგას ბაიკონურში. ის იმ სახურავის ქვეშაა, რომელიც 2002 წელს ჩამოინგრა. კოსმოსური ხომალდი, რომელმაც ერთხელ იფრინა. უმციკლო ავტომატური ეკიპაჟის გარეშე. და შემდეგ აღარასოდეს. ეს არის რუსული კოსმონავტიკის ისტორია. ერთ სურათში. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო Mars Chronicle. გმადლობთ ყურებისთვის. Per aspera ad astra.
თხევადი სარაკეტო ძრავების რუსული სკოლა. თხევადი სარაკეტო ძრავების რუსული სკოლა. თხევადი სარაკეტო ძრავების რუსულ სკოლას 10 წლეულების გამოცდილება აქვს მაღალი წნევის კამერებში, რეგენერაციულ გაგრილებასა და ტურბოპომპების დიზაინში. კლაპანთან. ეს იყო კლაპანის 3. ეხა დააფოკუსე.